გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები გუმბათის ჩათვლით დღეს დასრულდა. ადგილზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაო პროცესს საკვირდებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი. შეგახსენებთ, რომ გადახურვის სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, დამონტაჟებული კონსტრუქცია მთავარი ტაძრისა და გუმბათის სრულად დაცვას უზრუნველყოფს. სამუშაოებს გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ. როგორც მამა კირიონმა აღნიშნა, კონსტრუქცია ტაძარს სრულად დაიცავს ნალექისგან და მძიმე კლიმატური პირობებისგან. დღეს ღვთისმოწყალებით, როგორც ხედავთ, დამთავრდა ჩვენი ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მშენებლობა და დაედგა უკვე საბოლოოდ დამაგვირგვინებელი გუმბათის კეხი. და მადლობა ღმერთს ამისათვის, მადლობა უწმინდეს, მადლობა ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარეს მეოფეშიოს და მადლობა ყველა იმ პერსონალს, რომელიც მონაწილეობდნენ ამაში. და ეს არის მართლაც სასიხარულო დღე და დიდი ერთობლივი მუშაობის შედეგი. ასევე მადლობა ხელისუფლებას იმ თანადგომისთვის, რომელიც გამოიჩინა გელათის რეაბილიტაციის პროექტში და რომელსაც იჩენს დღემდე. და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დღეიდან გელათის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ესეთი საკმაოდ დიდი და მძიმე საფრთხეები გამოიარა, აბსოლუტურად დაცული იქნება 100%-ით წყლის ინფილტრაციისაგან. დღეს ჩვენ უკვე ჩერდებით ამ ეტაპზე და როგორც ხედავთ, კონსტრუქციის კუთხეები და აღმოსავლეთ-დასავლეთის კეხების სამკუთხედები გახსნილია. ეს არის იმისთვის, რომ მოხდეს ნელ-ნელა შეგუება ტაძრისა ამ ახალ კლიმატთან. შემდგომ უახლოეს ხანებში ალბათ ერთ თვეში მოხდება ამ კუთხეების დახურვა და ალბათ შეიძლება ეს უკვე გვეტყვიან მეცნიერები, თუ როდის აგვისტოს ბოლოს თუ სექტემბრის თვეში დაიხურება ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კეხები. და საბოლოოდ უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად თანაბრად შეეჩვევა ტაძარი ამის ახალ გარემო პირობებს. ასევე აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ ხანდახან ალბათ გაიგონებდით იმ შეფასებებს, რომ თითქოს გვიანდება. არათუ გვიანდება, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდულ დროში მოხდა ეს ყველაფერი, მართლაც რეკორდულ დროში, ვინაიდან ჩვენ ამის ნებართვა, რომ დაგვაწყო მშენებლობა, მივიღეთ თებერვლის ბოლოს სოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან. ამის მერე მოხდა უკვე მასალების შესყიდვა და დაორგანიზება უკვე ამ მთელი მშენებლობისა. და ასევე მოგეხსენებათ, რომ გელათი არის ძალიან რთული და მძიმე კლიმატური ზონა და ჩვენ ორი ფაქტორი გვიშლიდა ხელს. ერთი ფაქტორი არის წვიმა და მეორე ფაქტორი ქარი. ვერცერთ პირობაში ჩვენ ვერ მუშაობდით, ამიტომ ძალიან ძნელი იყო ამ მშენებლობისთვის ამ კლიმატზე მორგება და ესეთ ინტენსიური და მაღალკვალიფიციური მშენებლობის წყალობით, დღეს უკვე ფაქტია, რაღაცა წელიწად ნახევარშიც არა, ჩვენ დავამთავრეთ გელათის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები. და ვისაც კი რამე შეხება ქონია, თუნდაც ელემენტარული ოროთახიანი ბინის რემონტთან, მან იცის თუ რას ნიშნავს ეს, რომ ლამის ამ პატარა მოცულობას უნდება ადამიანი ერთი წელი და ხან მეტის და არათუ აემხელა კონსტრუქციის და ამხელა მშენებლობის შექმნას, რომელიც დღეს კადრში ალბათ ჩანს და ჩვენ ხედავთ. აქვე აღნიშნვის ღირსია და საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ერთიანი დროებითი გადახურვის მოთხოვნა სოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წაგვეყენა საქართველოს მხარეს 2019 წლიდან. და იმის გამო, რომ ეს იყო ძალიან რთული პროექტი და ამაში ჩართული იყო 19 კომპანია, რომელმაც ქონდა მიღებული ეს დავალება, რომ მოეხდინათ ამის პროექტირება. ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სამი დაბრკოლება იყო ამ პროექტის შესრულებისთვის. ერთი დაბრკოლება იყო ის, რომ კონსტრუქციები, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ, მოცულობის გამო ვერ ამოდიოდა გელათის მონასტრამდე. მეორე დაბრკოლება იყო ის, რომ კონსტრუქციები, რომლებიც იქნებოდა, ვერ შედიოდა მონასტერში ტერიტორიაზე და მესამე დაბრკოლება იყო ისა, რომ კონსტრუქციები, რომლებიც შედიოდნენ გელათის მონასტერში, ის მოითხოვდა იმხელა ამ წის ყოფნა შინით, რომ აწევა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ და ბოლოს ჩაერთო ასევე აღნიშნვის ღირსია იტალიური კომპანია, რომელმაც შექმნა პროექტი, მაგრამ ეს პროექტიც
პრაქტიკულად განახორციელებელი იყო, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მის მიხედვით აშენებულიყო ერთიანი დებათი გადახურვის კონსტრუქცია. აქ ხას ამას იმიტომ უსმევ რომ მხოლოდ ეს ყოველივე ამ დავალების შესრულება მოხერხდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ და მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს რთული პროექტი შესრულდა იმ დაგვარი პრინციპით რომ მთელი ეს კონსტრუქცია საზოგადოება შეხედავს არც ერთ წერტილში არ ეყრდნობა გელათის კათედრას. ანუ აბსოლუტურად დამოუკიდებელია ტაძრისგან ეს სტრუქტურა და მისი წონა, ანუ მისი შეხება ხდება გელათის ტაძართან და დაყრდნობა. ეს არის ის, რაზეც სოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა ჩვენ გამოგვიგზავნა წერილი და ხაზგასმით აღნიშნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიდგომა, რომ ეს არის ძალიან მოსაწონი და ხაზგასასმელი, რომ თქვენ ასე რულით და ასეთი რუდუნებით უდგებით ძეგლის აღდგენას. პარასკევს იყო კონფერენცია გელათის მიმდინარე რეაბილიტაციის შესახებ და ნახეთ ყველა მეცნიერი, ვინც არის ამ ბორდის წევრი და ნახეთ არაჩვეულებრივი სამეცნიერო გამოსვლები და კვლევების შედეგები და როგორც გითხარით, დასრულდა პრაქტიკულად, ახლა გუმბათი ედგმევა, დღეს უკვე გერმანელი სპეციალისტები ჩამოსულები არიან და თავდება ეს პროცესი. ამ პროცესსაც აქვს თავისი დღეს გავიარეთ, რატომ დაუშვათ ფრთები არ არის დახურული, გვერდები, რომ აი ეს ტემპერატურული ცვლილებები ტაძარზე, მოკლედ კვლევის მაღალი დონით მიმდინარეობს ყველაფერი, ვართ სრულად საერთაშორისო ამ დაკვირვების და იუნესკოსთან თანხვედრაში. ყველაზე დიდი მიღწევა მიმაჩნია ის არის, რომ უნიკალურად კეთდება ეს რეაბილიტაცია და იგეგმება ეს პროცესი. თუ რაშია ეს უნიკალურობა დეტალებში, ვისაც აინტერესებს, ნახავს, იმიტომ რომ როგორ კეთდებოდა დაუშვათ ნოტრდამი, ამას ვეცნობოდით დღეს მაგალითად და როგორ გაკეთდა კონკრეტულად, ვისაც აინტერესებს გელათი. და ნამდვილად უნიკალურია ეს კონსტრუქცია, ნამდვილად უნიკალურია ის მონდომება სახელმწიფოსიც, ეკლესიისაც და მეცნიერებისაც, რომ გადავარჩინოთ ერთობლივი ძალისხმევით და გავაკეთოთ ისეთი მოდელი აი ამ ჩვენი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის, რომელიც მერე პრაქტიკულად პროტოკოლად გაიწერება და საერთაშორისო დონის პროტოკოლი გვექნება, რომლითაც გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე როგორ შეგვიძლია ხვალდაზე ვიმუშაოთ. ეს არის ცოცხალი პროცესი და ბუნებრივია, რომ ამ კვლევები სულ ჭირდება მოვლა-პატრონობა, ღია პროცესია და ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფოს, ეკლესიისა და სამეცნიერო წრეების ამ ერთობამ ეს შედეგი შეიძლება რომ დააყენოს. ამიტომ იუნესკოს დასკვნაშიც, რომელიც ივლისში იქნება იუნესკოში წარდგენილი და უკვე ატვირთულია მათ საიტზე, ეს ვიცით რომ წერია, რომ ჩვენი ძალისხმევა არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, მისასალმებელი იუნესკოსთვის, რომ ერთობლივი ამ ძალისხმევით მსოფლიო მემკვიდრეობის მიდგომები გავითვალისწინეთ და ფაქტის სახეზეა დღეს გუმბათიც გადაიხურება და ეს პროცესი კიდე წინ წავა. ეს ერთი ეტაპია, ჩვენ წინ ბევრი გვაქვს ეტაპი და მემკვიდრეობაზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი. ეს მინდა რომ გვესმოდეს. გელათის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ერთიანი დროებით გადახურვის ფარგლებში ვაკეთებთ გუმბათის გადახურვას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო და ლოჯისტიკური კუთხით ყველაზე რთული სამუშაო არის, რაც არის ერთიანი დროებითი გადახურვის აუცილებელი ნაწილი, რაც შეეხება თვითონ ერთიანი დროებით გადახურვას. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც რეგიონში არ არსებობს მსგავსი ანალოგი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ პრეცედენტი შეგვექმნა მსგავსი მასშტაბის და მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობის შექმნის. ამ პროექტის სირთულეები დაკავშირებული იყო რამდენიმე ასპექტთან, რომლის გათვალისწინებაც მოგვიხდა როგორც პროექტირების ეტაპზე, ასევე მშენებლობისას. პირველი ეს იყო ტერიტორიის არსებული არქეოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ქონდა იმის საშუალება, რომ გათხრითი სამუშაოები გვეწარმოებინა. ამის გათვალისწინებით გერმანელ და ქართულ ინჟინერებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად დავგეგმეთ მიწისზედა და საძირკვლის მოწყობა და ეს ერთ-ერთი გამოსავალი იყო, რომლითაც შეიქმნა ეს სტრუქტურა. მეორე საკითხი, რომლის წინაშეც პროექტი იდგა, იყო ის, რომ არ გქონდა საშუალება არსებულ გადახურვებზე რაიმე სახით მოგვეხდინა ერთიანი დროებითი გადახურვის რომელიმე ელემენტის დაყრდნობა.
და მესამე და რაც ყველაზე მთავარი არის, რა პრობლემის წინაშე წარიდგა, ეს იყო, რომ ატმოსფერული ნალექებისგან უნდა დაგვეცვა და ყველა ბუნებრივი გარემო პირობისგან დაცვა უნდა მოგვეხდინა. ამ გამოწვევების საპასუხოდ ქართველმა და გერმანელმა ინჟინერებმა ერთობლივ ჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, როგორც პროექტირების ეტაპზე, ასევე შესრულების ეტაპზე კოლოსალური შრომა გაწიეს, რათა მიგვეღო ეს მართლაც უნიკალური ნაგებობა, რომელიც გათვლილი არის ყველა იმ პირობებზე, რაც სჭირდებოდა გელათს და დაცული არის პირველ რიგში გელათის ინტერესები და შემდგომ უკვე ის საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია მსგავსი ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობისთვის.